მამას ჰქონდა ჯანმრთელობაზე პრობლემა. ანუ ბათუმში მკურნალობდით, სიმსივნეზე, ტუჩზე. სხივებიც გაიკეთა, ძალიან დიდი პრობლემები იყო და გვეშინოდა, რომ ყელზე იქნებოდა გადასული მეტასტაზები და ისე შემდეგ. და როცა წავედით თბილისში, სანამ ექიმთან მივიდოდით, წინა ღამეს წავედით ჩვეულებრივ ეკლესიაში მამა გაბრიელის ნეშტთან გვინდა ანუ მიახლოება და ძალიან დიდი რწმენით მივიდოდით. რომელ ეკლესიაში? სამებაში. უკვე გადასვენებული იყო, თორსები იმ დღეს გადაასვენეს. და როცა მივედით, მამა პირველ რიგში ძალიან დიდი რწმენით მიდიოდა, პირველ რიგში მამა. შევედით, ვილოცეთ და მეორე დღეს აღმოვაჩინეთ, რომ აბსოლუტურად ანუ ციტოლოგიაც გააკეთა, ეს საბუთები არსებობს, რომ საერთოდ არაფერი არ ჭირს. არაფერი არ ჭირს საერთოდ. მეორე დღეს მივედით, ანალოგიურად შევედით, მადლობა გადაუხადეთ და ძალიან დიდი რწმენით ვართ ეხაც მართლა. თქვენი გვარი სახელი? ანა ჭანტულიშვილი. მამას რა ქვია? ნუგზარ ჭანტულიშვილი. დღეს რა რიცხვია? ეს არის 5 მარტი. 5 მარტი 2014 წელი. მერცმა დაგლოცოთ. სადაური ხართ? ქობულეთთან. ის მამა თქვენის ქობულეთთანია? მამა ჩემიც ქობულეთთან. მერცმა დაგლოცოთ, კაი ხარეთ, შვილები.